ეს რომია, ერთ-ერთი დიდებული ქალაქი დიდებულებს შორის. ეს კი მე ვარ ჯიბეში 50 ევროთი და მაქვს ერთი მარტივი, მაგრამ დიდებული კითხვა. შეიძლება ვიყიდო ბედნიერება რომში? ამ ვიდეოში სწორედ ამას გავარკვევთ. ჭამ, დავათვალიერებ, ვივაჭრებ. I'm from poor country have money. და ვნახოთ, ვიქნები თუ არა ბედნიერი ამ ყველაფრის შემდეგ და იქნებ ერთი კაი რომში მაცხოვრებელ გოგოსაც გამოგრა ხელი. მაგრამ ვიდეოს ბოლოს უნდა გავცე საუკუნის კითხვას პასუხი. შეიძლება იყიდო ფულით ბედნიერება, თუნდაც 50 ევრო. იმისთვის რომ გავხდე ბედნიერი, 5 რამის გაკეთება მომიწევს და ვნახოთ ეს 5 რამ გამხდეს თუ არა ბედნიერს. საუბრობა ღირს აქ ევრო და ნახევარი და საათ ნახევარი შეგვიძლია ვიმგზავროთ ამ ნაყიდი ბილეთით და გონი გვეყოფა. და არც თუ ისე კომფორტული ამით გზავრობა, იმიტომ რომ ჭაყჭაყს. რაღაცა ბაზრობაში მომჩნით აქ. მოდი ცოტა ვიშოპინგოთ, ჩავიდეთ. თან კაი დიდი ბაზრობა ჩანს. მაგრამ ეს ბაზრობა არაფერია იმასთან შედარებით, რომელ ბაზრობაზეც ვაპირებ მისვლას, რომელიც რომში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. და დადგა ჩემი პირველი ბედნიერების მისიის შესრულების დროც. გამოვიყენებს რა აიბია. ინტერესებს მაგრად რა არის. გაგისინჯეოდეს მე ეს? არა ეს რა გონისკენ. ეს ვიყიდოთ, მაგრამ არ ვიცი თუ ვიჭიმეო რა, პროსტა მაინტერესებს ძალიან. This is eatable. Eatable da mangiare, sì. Okay, I want this. One. Offre la gas. Oh, thank you very much. Ცეთი ცალი მაჩუქეს, არა როგორ ჭამო არ ვიცი. აი მე მოვუღებ ფამილიას ბოლოს. თორსა ჯერ სხვა რაღაცეებიც ვნახოთ. ბევრჯერ მინახავს ეს ფილმებში, მაგრამ ასე არ მაქვს გასინჯული. What is this? Papaya? Can I eat small? უკან გოგოროა ნახე, მაგრამ უხარია. ძალიან უცნაური გემოა. გონი საკაიფოდ ვიშოპინგეთ. წავიდით ახლა გარეთ, ის გავსინჯოთ ის ხილი. საერთოდ იტალიელებს შევს, როგორც უკვე გითხარით, მხოლოდ არის ენის ბარიერი, მაგრამ მე მოქვს Mobinex-ის ინტერნეტი, რომელსაც ახლა ჩავრთავ, გადაუთარგმნი, თუ როგორ შეიძლება ეს ვჭამოთ და გავიგო და გავსინჯოთ. Ecomosto Comissio Miga. Buongiorno. Come si magi? Carciofi. Don't eat? Fa così, poi tagli così e ci metti e si mangia. Cotto. Oh, thank you. Grazie. მოკლედ იტალიელები ასეთი კეთილი ხალხია, ყველა რაღაცას მშუქნის. წამოდი ახლა ესენი გავსინჯოთ. როგორც იმ კაცმა ამიხსნა, ეს უნდა გავარჩიო. აი მოდი ახლა ეს გავსინჯოთ. შუმალა. Ძალიან და გემრიელია. მოდი აქაურ ლარიანებში შევიაროთ. არა, ლარიანები არა, 12 ევრო და ისე რა უნდა ზოგადად მოგვაგდენი ფული. და მეტროც თითქმის ყველგან გადის და ახლა გავალ სადმე რესტორანში. და სწორედ ამ მეტროში მოხდა ის, რასაც ჩვენ ბედის წერას ვეძახით. და მოგვიყვანა შემდეგი ბედნიერების მისიამდე. Can I pass with you because this doesn't work anymore? მე როგორც ნამდვილმა ჯელტმენმა გავატარე ჩემი ბარათი, უბრალოდ ორივე გავედით ერთი ბარათით. სწორედ ამ მომენტში მივხვდი რომ გოგო შესაძლოა ჩემთვის ბედნიერება მოიტანა, ხო და გავიცანი კიდეც. და როგორ შეიძლება ქართველმა ბიჭმა გაიცნოს რომში გოგო? რა თქმა უნდა ჩურჩხელას დავპატიჟე. What's that? It's a Georgian snake. Okay. It's delicious, right? Your name? Sara, my name is Shota. Nice to meet you. სარამ რამდენიმე კარგი ადგილი მიჩნია, სადაც ჩემს მესამე ბედნიერების მისია შევასრულებდი და დეიცი ასეთი პასუხი მივიღე. Yeah, I'll text you. იმედოვნებდი რომ უბრალოდ თავიდან არ მომიცილე. სხვა რა გზა იყო, ცოტა ხნენის საუბრის შემდეგ გავუყევი შემდეგი მისიის გზას. როგორც ჩვენმა მეგობრებმა გვირჩია, მოვედით ახლა ამ მარკეტში, სადაც უამრავი საკოები იყიდება, აქაური ტრადიციული და ამე გავსინჯოთ. ხა სენდვიჩები აგერ. სენდვიჩი კიდა ძალიან დიდი რიგი, ალბათ გემრიელიც უნდა იყოს და გონი ღირს დალოდება და ნახოთ აბა როგორ იქნება. It's Italian, right? Yes, the special panino today of the crazy chicken. It's very nice. What is your name? Bruno, my name. You? Shota. Nice to meet you. ასეთი საყვარელი ხალხია, მაგრამ ყველა არა. Okay, no problem. Don't be a spice, okay? Okay. Prego. ყველა ამბობს პრეგოს მოკლედ რა. ყველაფერს ნიშნავს გონი. არტე პავერა და ლა ამერიკანი. კი, იმას ვკითხე და კი. ხო რა, იტალიელების დამახასიათებელი ესა რაღაც ხორცები და იმით გაკეთებული ის რა. აი ექსპერტი იტალიელი იმასავით როებში. აი ახლა გავსინჯოთ ჩვენი შენაძენი. პირველი გავსინჯოთ ლა ამერიკანო. ძალიან გემრიელია. ძალიან უცხო გემო აქვს და
ამ ფასიდან გამომდინარე მაგარი გემრიელია. მეორე სენდვიჩი არ მომეწონა და გადავწყვიტე რაიმე კოქტეილი დამელი. ამავდროულად საითაც არ უნდა გამეხედა, ყველაფერი სარას მახსენებთ. და ვიმედოვნებდი, რომ საღამოს მომწერდა ასეთ პასუხს. აი, ჩვენ გვინდა ახლა რაიმე წვენი სითხე. რამე ისეთი კოქტეილი გვინდა, რამე იტალიური. We want something Italian cocktail. Italian cocktail. Okay, two. Two cocktail euro. Thank you. ნახოთ აბა რას დაგვიზ უთხარი რომ იტალიური კოქტეილი მინდა მეთქი. We want something არაფერი არ მეთქმია ჯერ თურმე, okay? We want something Italian cocktail, okay? Italian cocktail. Yeah. ჩვენ მოგზაურობას გავუმარჯოს. და გავუმარჯოს ადამიანებს, რომლებიც უყურებენ ამ ვიდეოს. აუ შენი რა კაია და ძალიან ცუდი. საშინელებაა ეს. ეს ძალიან გემრიელი. ძვირად ღირებული შამპანურის გემო. ძალიან კაია. ჭამეთ, დავლიეთ. აუ შეურადუსთი მე იმერ და შევჭამეთ, დავლიეთ და ახლა დროა რომ რამე ისტორიული ნახოთ რომში. წავედით. გონი დავიკარგე. მაგრამ მე მაქვს Mobinex-ის უსწრაფესი ინტერნეტი, რომელიც სოფლის ნებისმიერ წერტილში მუშაობს. ახლა მაპში ჩავწერ თუ სად ვარ. იჭერს უპრობლემოდ ნებისმიერ ადგილას. ჩემი იტალიის მოგზაურობის დროს საერთოდ არ გაუჭედია. და ვნახოთ სად ვართ ახლა. და უი, პარკში ვყოფილ ვარ. აქვთ როგორც ფიზიკური, ისე ესიმი, არის იაფი და ხელმისაწვდომი, ამიტომ გამოიყენეთ ის. პარკი და ჯანდაბა, ამათ კიდე კაი Mobinex-ის ინტერნეტი მაქვს. რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ ფეხიცერული კაი იქნებოდა ძველ რომში და სანამ კოლიზეუმამდე მოვედით, ამოვწყდი რა. აღარ შემიძლია. ხშირად მინახავს კოლიზეუმის სხვადასხვა ფილმებში და ვიდეოებში და ვიფიქრე შესაძლოა ამ ადგილს მაინც მოეტანა ჩემთვის ბედნიერება. და მოვაღწიეთ ამ ცნობილ კოლიზეუმამდე და აქაურობა სავსეა ტურისტებით და ადამიანებიც, რომლებიც ცდილობენ გაყიდონ რაღაცეები. ჩვენ გვინდა კარგი ხედზე გავინახოთ კოლიზეუმი. რომ გითხრათ, რომ კოლიზეუმში შესვლის დიდი სურვილი მაქვს, მოგატყუებთ. იმხელა ფასიხისთან იმდენი ადამიანი ახლა შეგნით და საინტერესოც არაფერი არა, უბრალოდ ძველი ნანგრევები რა. ნუ ვიდეოებში და ფოტოებში პატარა ჩანს ხოლმე და კაი დიდი ყოფილა ისე. მე კოლიზეუმმა ვერ გამაბედნიერა, მაგრამ თქვენთვის მაქვს ერთი კომპანია, რომელსაც შეუძლიათ ბედნიერი გაგხადოთ. ამ ვიდეოს სპონსორია Salia Travel, რომელიც არის ტურისტული კომპანია. ისინი გვთავაზობენ ისეთ გიჟურ ტურებს, როგორიცაა მაგალითად 80 დღე დედამიწის გარშემო. ამიტომ თუ ამიერიდან მოგზაურობას გადაწყვეტ, იცი ვისაც უნდა მიმართო. რადგან სარა ამწერდა პაემაზე პასუხს და ვერც კოლიზეუმმა გამაუცა, გადაწყვეტე შოპინგით გამეყვანა დრო და წავედი რომში ყველაზე დიდ ბაზრობაზე, რომლის სიდიდეც 2 კილომეტრს აღწევს. ძალიან დიდია. თითქოს ყველაფერი იყიდება. აქ მართლაც რომ ყველაფერი იყიდება, დაწყებული ბეჭდებით, დამთავრებული ტანსაცმლით, თუმცა ჩემი მთავარი მუღამი აქ იყო ვაჭრობა, რასაც მოვყავარ ჩემს საბოლოო ბედნიერების მისიამდე. How much this, sir? How much? 20. Beautiful. What is the last price? 20? რადგან ტურისტი ვარ, ცდილობენ 20 ევროთ მომყიდონ ის, რაც ახალი ინტერნეტში სულ რაღაცა $30 იყიდება. ნახოთ აბა eBay-ზე რაღაც 31 იყირს eBay-ს, $31 იყირს. No, it's too much. Yeah. In the shop 80. Which one is here 10? Last price. Everything is 20? Okay, sir. ნაგოზარიეს. ჩემი ოპერატორი ამბობს რომ მიხდებოდა. დიანა ხურწკაია ვარ ვზო. დაახლოებით 1 საათია დავდივართ მინიმუმ. აუ შესრულება უნდა ვეუბნები ყველაზე იაფიანი რომელია მეთქი და გააჩნია რომელი მინდა. How much? 20. This is a real gold. What is the best price? I can give you 8. 7? Look, it's a small one. Give me a small price. No, 7 it's not for... Okay, 7, right. You win. ზოლა ნამდვილად მოვიგე, თუმცა ომი ვერა, რადგან სუსტად მსგავსი ბეჭედით ემუზე სულ რაღაც რვალარად ვიპოვე. საბოლოო ჯამში დავწუდი, რომ ბედნიერებას ფულით კი არა, იმ მომენტებით პოულობ ცხოვრებაში, რასაც გადიხარ. და თუ გაინტერესებს ახლა მე ყველაზე მეტად რა გამაბედნიერებს, ეს მხოლოდ ერთ მარტივ მოქმედებაშია. გამოიწერო არხი და დაწერო ვიდეოზე რაიმე კომენტარი, რათა მომეცეს мотиваცია გავაგზავნო მსგავსი ვიდეოების გადაღება. მე გემშვიდობები შემდეგ ვიდეომდე.